შვებული არ არის საჭირო ზედმეტი პროდუქცია, ზედმეტი დამზადება. გამარჯობა. სალამი. დაბრუნდა, კორი დაბრუნდა. ჩვენც დავბრუნდით, ჩვენ წინა კვირას დავბრუნდით, მაგრამ მაინც ხედავთ, მარიცოდე მაგის შესახებ. არა, იმიტომ მაგის შემშვებულები. არაფერი ვერაფერს გამოუყარებ ქორს. ხო, ვიდრე შემოგვიერთებოდით, ვლაპარაკობდით, მე მომწონს ხელში რომ მიჭირავს მიკროფონი. და როგორც წესი მე და დათოს გვაქვს ხოლმე კონფლიქტი, იმიტომ რომ ის მაიძულებს რომ ჩაწერის დროს პერანგით მოვიდე, იმიტომ რომ მე უფრო ადვილად უკეთებს და მე ვეუბნები რომ ის არის არაპროფესიონალი, იმიტომ რომ წესით არ არის აუცილებელი რომ პერანგი გეცვას თქო და ეს ხუმრობა საერთოდ ისე გიჭირავს, ვერ ვხვდები რა გიჭირავს. ეს ნიკოს ეს იუთუბერის ისა პროფესიული ჩვევები რა. ხო და ანუ ეს რავი გიჭირავს ხელში რაღაცა იმას შვები და თან როგორ ახართ? განკითხვის დღეს უყურებთ, ხუთშაბათობით ვაკეთებთ ამას, უკვე მრავალი წელია. გასული კვირის განმავლობაში მოხდა უამრავი სხვადასხვა რამე, დაძაბული კვირა იყო, დატვირთული კვირა იყო, ბევრი რამით, ჩამოუთვლი რაღაცებს და ნახევარი კიდე გამოგრჩება იქიდან. გიორგი ახობაძე გაათავისუფლეს სასამართლოდან გუშინ, ზია ამაღლობელს მიუსაჯეს 2 წელი. ელდერ შენგელაია გარდაიცვალა, რაზეც უფრო მეც ვილაპარაკებ ცოტა ხანში. კიდე ბევრი რაღაცა იყო, უამრავი რამე იყო კიდე, მაგრამ კიდე პირველი რაც ის იყო დისკუსია იყო Facebook-ზე დღეს და გუშინ იმასთან დაკავშირებით. სწორად მოექცნენ თუ არა გეორგ ვილჰელმ ჰეგელს, გრიგოლ გეგელიას, რომელიც იყო აქციაზე მისული და იქიდან გამოაგდეს ალბათ სწორი ნათქვამი იქნება უთხრეს რომ წადიო, იმიტომ რომ ის ლეველს წარმოადგენს და ხო, რაღაც ჯგუფმა და შემდეგ 2 დღეა ამასთან დაკავშირებით მიდის განხილვა რა სწორად მოიქცნენ თუ არა. ამას გარდა იყო ეგ არ ვიცი ფრენდებში ვინ აკავთ და რაღაცა მაგის მიხედვით განხილვა იმასთან დაკავშირებით რამდენად სწორია მოწოდება ბრჭყალებში გიყვარდეთ ერთმანეთი და რამდენად ეს სწორია თუ არ არის შეხვედრია ეგისა ჯემი. ხო, ნუ აი არა ესეთ. ეს საფუძველი ანუ არ გიყვარდეთ. არა მან ესეთი არის რომ ის ხალხი რომ ვინც ამბობს გიყვარდეთ ერთმანეთი არიან ჩემ აზრს არ ვამბობ ანუ ბრჭყალებში არის რომ ბრჭყალებში შუაში სტებიან უფრო იქით თქვა ქართული ოცნების მხარდამჭერები რომლებიც ხო ვიხლიჩებით ამბობენ როდესაც ამ თქვა ოპონენტების აზრით ისინი უფრო ამბობენ რომ ნუ გვაგინებთ როცა ჩვენ ხმას არ ვიღებთ თქვენს უბედურებაზე თუ რაღაცა ასე შემდეგ მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ახლა არ ჩავღრმავდებით ერთი მინდა რომ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ორი სიტყვით გავიმეოროთ ალბათ შენც იმავე აზრზე ხარ ის რაც წინა კვირას ვილაპარაკეთ რომ ჩვენი უბედურება ის არის რომ არ ამგონია რომ ეს რაღაც ჩემი აზრი იყოს მგონია რომ იმის და მიუხედავად პოლიტიკურ სპექტრზე სადახარ ქართული ოცნების მხარდამჭერი ხარ თუ რაღაცა აქეთ არავინ არ იდავებს რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ არავის არ აქვს ის განცდა რომ აი უბრალოდ ობიექტურად დაიწონა ფაქტები და მოსამართლემა გადაწყვეტილება იმის და მიუხედავად რომ გამამართლებელი განაჩენი იყო გიორგი ახობაძის შემთხვევაში თუ ბრალის გადაკვალიფიცირება და 2 წლიანი სასჯელი მზია ამაღლობელს არავინ არ ამბობს რომ აი სასამართლო იყო უარესის მოლოდინი რომ ეხლა შეიძლება უფრო უარეს დღეში ჩააგდო ანუ ერთი ეგ მაგრამ არც არავინ არ ამბობს რომ აი რავი სასამართლომ განიხილა და ეგრე ფაქტები ესე დაჯდა და ამიტომ ესე მოხდა ყველა ჯელობს იმაზე რა მოხდა რა შეიძლება და რას ნიშნავს ეს სილამძვილეში რაც არის არ ვიცი მაგას მსჯელობას არ დავიწყებთ რომ არ ვიცით ჩვენ და თუ ვიღაცების მოსაზრებები გაინტერესებთ Facebook-ზე მაგის მეტი რა დევს და ნიკო წინა ხუთშაბათის შემდეგ ასევე ის მოხდა ის რომ თაწმინდაზე მოქმედი მერი აბძანდა და მესამე ვადით დააყენა თავისი კანდიდატურა. ეგ გამორჩა. ხო, რაც არ არის უნიშნელო ამბავი. მესამე ვადით თბილისის მერი გემო ძვირფასერო. ხო, ესეც ეს ამბავი არის, ხო, იყო იქ ასული პარტაქტივი, მხარდამჭერები და ესეთი კაი სანახაობა იყო რა, მრავალმნიშვნელოვანი. ხო, როგორ იცვლება ახლა ჩვენ ვაკვირდებით პოლიტიკას, რავი, ბოლო 30 წელი არის და როგორ იცვლება ელიტები. მაინც თბილისის მერის სხვა პონტია და
ცდილობს მის ორბიტაზე იტრიალოს მეტნაკლებად ნაცნობა ადამიანებმა და თვალში საცემი იყო აი ამ ელიტების ცვლილება, რომ აი ესეთი რაღაც ესეთი კაშკაშა სახეები ადრე თუ იყო სიტყვაზე გახსოვს ერთ-ერთი მის პრეზენტაციის დროს ის გივი ბერიკაშვილი იყო გარდაცვლილი და ცარიელის კამირო იდგა და რაღაც ეგეთი ხო არ მახსოვდა მაგრამ ხო აი ეგეთი ელიტები ანუ სახელები და გვარები იცვლება რა თორე აი ჩემთვის ზანაც რო შეიცვალა თქო რაღაცა ხო მაგრამ უკვე კახა კალაძის პრეზენტაცია რომ მახსოვს და თავის მიერად წარდგენის დიდად არაფერი არ შეცვლება შეიძლება უბრალოდ ის ადამიანები აღარ არიან ცოცხლები ვინც წინაზე იყო და თუ ხმას იწერე ხლა არა ჩაიწერე კაი მინდა თქვენ გააგზავნეთ და მოვა აა ტელეფონში არ იწერ ხოლმე ხო მე ეჭვმას რომ ისა ახალ და მნიშვნელოვან ასე ვთქვათ ელიტიდან კულტურული სახელოვნებო და ასე შემდეგ დიდად ვერ იკრებს და აი თვალშისაცემი არის ამ დანაკლისის შევსება სპორტსმენებით. სპორტული ელიტით, სპორტული ვარსკვლავებით, ჩემპიონებით და ასე შემდეგ. აი სპორტის ასე მოზღვავება მე მაინც ვფიქრობ რომ აი ამ კრიზისის მაჩვენებელი არის, რომ რაღაცნაირად ესეთი მნიშვნელოვანი კულტურის მნიშვნელოვანი სახეები ისე აღარ არიან სახელმწიფო ორბიტაზე. შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური დაკვირვებაა და ვცდები, მაგრამ აი მე რასაც უყურე იმ რეპორტაჟებს, ხო, იქ არ მენიშნა აი რომ ვინმე ესე, ან ყოველ შემთხვევაში ცდილ იყოს რომ ცდილობა ქონოდა რომ ხო გამოჩენილიყო და იქ ინტერვიუ მიეცა და რაღაცა. ჟურნალისტები უსაფრდებოდნენ ვიღაც ტიპებს და ყველა გაურბოდა. ცდილობდა რომ არ დაყოვნებულიყო და ნუ რაღაც ამ უხერხული კითხვებისათვის თავი დაეღწიათ, ხო? იმიტომ რომ ახლა 8 წელი და მეტი რო ხარ ქალაქის მერი, ბუნებრივია ქალაქში გროვდება პრობლემები და გეკითხებიან ამას, იმას. გახსოვს წინა ხელისუფლების ბოლო ვადები რო იყო ეს შალვარამიშვილი, ხო, რომ დადიოდა პარლამენტში და რო ეკითხებოდა, აბა მიშაზე რამე ნაკლი თუ აქვს მითხარითო და დღეს ახლა იგივე სიტუაციაში არის უკვე სხვა პოლიტიკური ძალა. ისეთი მარტივი კითხვაც კი რომ აი რამე შეცდომა აქვს დაშვებული მოქმედ მერს რამე არასწორად გაუკეთებია აი ხო ვერ მეტყვით კრიტიკული თვალით ხო ვერ შეხედავდით იწევს უხერხულობას ესაც ბევრ რამეზე მეტყველებს ხო და მე აი ეს შტაბეჭდილება დამრჩა რომ არ იქნება მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არის ბოიკოტში და მეორე ნაწილი იღებს არჩევნებში მონაწილეობას მე მაინც ვფიქრობ რომ არ იქნება იოლი არჩევნები და იოლად ასე ვთქვათ გასასეირნებელი არჩევნები კალაძისთვის. რატო გონია? იმიტომ მგონია რომ აი წინა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე და მე საერთოდ მგონია რომ საერთოდ შეიძლება არჩევნები როდის არის? ოქტომბერში 4 ოქტომბერს. ხო და იმის გათვალისწინებით რომ არავის ოპოზიციიდან საარჩევნო კამპანია არ დაუწყია ოდნავ მაინც. ხო მაგრამ არც ეხლა ჩვენ ვინ რა უნდა მიიღოს, არ უნდა მიიღოს მაგაზე არ იმაშვებით, რომ არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ ნუ ხო შეიძლება რომ როგორც მარკეტინგულად შეაფასო და რაღაცა, რომ ვის რა მესიჯები აქვს. ჯერჯერობით უბრალოდ რაღაც გამოგლეჯაზე და რაღაცაზე ალაპარაკი. ხო მე ვფიქრობ, მაინც ისეთი განწყობებია ქალაქში, რომ აი ის არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებლით და მხარჯეჭერის თვალსაზრისით ბევრი რამე გამოჩნდება. მივიდეთ მაგამდე. კრიზისი, რასაც სიტყვაზე ვამჩნევთ ეს შევიარაღებელი თვალით, ასახვას პოვებს ამ არჩევნების შედეგებზე. მე აი მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იქნება ისეთი არჩევნები, აი რომ მიიღოს სიტყვაზე ყველა პარტიას მონაწილეობა. იქ სერიოზული ის დაჭირდებოდა რაღაცეები ძალისხმევა, ხო? აქ ისეთი ძალისხმევა ალბათ არ დაჭირდება, მაგრამ მაინც გამოჩნდება. ლეგიტიმაციის კრიზისი, აი არჩევნებში მონაწილეების თვალსაზრისით. ჯერ კიდე დაგვრჩა აქ ვითარება სწრაფად იცვლება ხოლმე და ვინიც ის რა როგორ მოხდება. ელდარ შენგელაიაზეც უნდა ვახსენოთ იმიტომ რომ ჩემი აზრით თვითონ ამ სასამართლო პროცესებიც მოვილიოთ არ ჯობია ორი სიტყვა რო ვთქვათ ეს. თუ გქ რამის ათქმელი კი ანუ მე უბრალოდ თავიდან რაც თქვი ის არის რომ ხო არსებითი განსხვავება არის მე ვფიქრობ მაინც იმ ზიამაღლობელთან ხო გასაგებია რომ ესეთი შემთხვევით არაფერი ხდება ისეთი მართლმსაჯულება გვაქვს და ზოგადად ისეთი სისტემა გვაქვს რომ მოსამართლეები არიღებენ აი როგორ ვთქვათ მხოლოდ კომპეტენციისა და კომპეტენციიდან და სინდისიდან გამომდინარე გადაწყვეტილებებს. მაღალი ეჭვი შეგვიძლია გამოვთქვათ დასაბუთებით რომ ესე არ ხდება, მაგრამ მე ვფიქრობ მაინც мотиваცია იყო სხვადასხვა. იქ მზიამაღლობელის შემთხვევაში, ხო, თვითონ არ გაუმართლათ ძალიან ეს
ტიპაჟმა მზია ამაღლობელის აი არ გამოვიდა მისგან აი ესეთი თავხედი აი ყველგან აი როგორ გითხრა ყვითელი ჟურნალისტის გამოძერწვა აი ეპატაჟური ტიპის აი პროვოკაციაზე წამსვლელის და რაღაცა რომ ისეთი აი არ გამოვიდა მოკლედ რა მისი გაშავება არ გამოვიდა მზია ამაღლობელის ბიოგრაფია მისი სიმშვიდე აი ამ გაჭირვების უსამართლობის დათმენა ხო აი წარმოიდგინე რა სიხშირით ტარდებოდა პროცესები და ამ სიცხეში რუსთავიდან ბათუმში აი რუსთავი და ბათუმი ალბათ ორი ერთმანეთის ყველაზე დაშორებული გეოგრაფიული წერტილი არის საქართველოში არის წითელწყაროდან შეიძლებოდა ეტარებინათ უფრო სატანჯავად ხო აი მიუხედავად ამისა რომ არასოდეს აგრესიაში არ გადასულია თავის უკმაყოფილება და ეს განცდა usამართლობის ყოველთვის იყო მშვიდი არგუმენტირებული холод ღიმილი აი რაღაცნაირად ახლა მინდა გავექცე აი პათეტიკას და აი რაღაცნაირად რო უყურებდი იმას მის დგომას შტომას არა ესეც პროტესტის მაგარი იყო არაზის ფეხზე იდგა აიმაში ამ პოლიციის თუ ბადრაგის მანქანაშიც მის კადრებს სასამართლო პროცესებს ხო აი რაღაცნაირად ისეთი სიმშვიდე მოდიოდა აი ეს ლეონარდო და ვინჩის ნახატი და რომ მოდის სრულიად არა აგრესიული აი გებუაძის მიმართაც კი არ ქონდა აგრესია როდესაც აი რა ვიცი საოცარ იმას იძლეოდა ჩვენებებს იმ სასამართლო პროცესზე ამდენი დღის და თვის მერეც რომ იხსენებს როგორ ეთქინა ბავშვი წვდება და ექსპერტმაც თქვა და ის რომ წარმოუდგენელია რომ იქ ყოფილიყო ტკივილი რასაც შეიძლება ის გრძნობა რასაც შეიძლება ტკივილი და მე ვფიქრობ რომ აი ვერანაირად ვერც პროპაგანდამ პიარითაც ვერ მოხდა მისი გაშავება მე ხაჭერ ჯერ იმას ვკითხულობდი აი ტელეჟურნალისტის ტიპი რო ყოფილიყო აი აქტიური ჟურნალისტი რომელიც ებრძვის სადღაც არა ხო აი არისო ვერ გამოძერწეს ეგეთი მე გაგვიმართლა ის ვიდეოც რომ აღმოჩნდა ხო თავიდან კი ეგონმართლა სიმართლის მოყოლებს ხო არა უყურე თავიდან ეგონა პროპაგანდას რომ ეს მათ სასარგებლოდ იმას იმუშავებდა ის სილის გაწურის მომენტი იქ ჩანს არც მოქნევის ამპლიტუდა არც დარტყმა არც სახის განლაგება არ იყო აქ ისეთი რომ მართლა ტკივილი გამოიწვია ტკივილს რატო გადავეკიდებ იმიტომ რომ ტკივილი ხდებოდა ამის იმის დამძიმება რომ თავდასხმაა და ეს და კიდე ის ჩვენება ის რომ იქ deep state-ი ავალებდა და რომ ეს ორგანიზებული იყო და არა უბრალოდ აფექტის გომარება. ხო და მანდ არის ორი მხარე რომ ერთი მე ვთქვათ სპეციალურად არ ვეცნობი ხოლმე კომენტარებს რომ აბა რას წერენ ზოგი ტროლია და ზოგი გულწრფელი ადამიანი ამ საკითხთან დაკავშირებით არასად არ წამიკითხავს რომ აი როგორ ატკინა პოლიციელს არავინ მაგას არ ამბობდა ან უფრო ის იყო რომ ეს დასასჯელია იმიტომ რომ მან სახელმწიფოს გაარტყა სილა თუ რომელიც რთული დასამტკიცებელია ემოციის დონეზე ის რომ აი ეს პოლიციელს გაარტყა ხელი და ახლაც BBC-ს ეწერა BBC-ს რუსულ რედაქციას ჰქონდა ნინა ახმეტელისის იყო ვრცელი მასალა ამ იმის სასამართლო გადაწყვეტილებაზე და იქაც შესული იყვნენ ეს ისინი საქართველოს მოქალაქეები და იქ უწერდნენ აბა ლონდონის პოლიციის შეფს რო სილა გაარტყას გააწნას ან თავს დაესხას იქ ამერიკელ შერიფს და ასე შემდეგ ხო ასეთ რაღაცებს წერდნენ მაგრამ უყურე როგორი რაღაცა არის ამის შესაბამისი სასჯელი არსებობს ამ სილის გაწუნის და ჩვენ ვნახეთ ყველას მაკრონს რო დაესხნენ თავს სილა რო გაარტყეს და თან იმან იქ გაფანიც ისმის და ხმაც ისმის და მართლა ძლიერის იყო და სასჯელი რაც იყო ისიც ვიცით 4 თვემდე ხო აქ არავინ ამბობს რომ არც მზია ამაღლობელი ამბობდა ამ სასამართლო პროცესზე რომ არაფერი არ ჩამიდენია და გამიშვით აქედან ამბობდა რაც გავაკეთე იმის შესაბამის სასჯელს ითხოვდა ხო და არა ის რომ თავდასხმა და თან ორგანიზებული რომ იქ ვიღაცის დავალებით მოქმედებთ თორე ცივსისხლიანად არანაირი ის არა გაქვს კი არ რეაგირებ იქიდან იმაზე შეურაცხყოფაზე შეფურთხებაზე და ასე შემდეგ თან არის ყველაზე აი როგორ გითხრა გულდასაწყვეტი არის რითი დაიწყო ეს მთელი ეს კონფლიქტი ხო სტიკერის რომლის დაწებება და მოძრობა შეიძლება იმ სტიკერის დაკვირიდან საერთოდ რო არ მიექცია პოლიციას ყურადღება არაფერი არ მოხდებოდა ხო ეს ამბავი ხო და რატომ ვერ ხო კიდემ რა მიმუშავა ამ მზია ამაღლობელის სასარგებლოდ გარდა იმისა რომ თვითონ ესეთი პერსონაჟი აღმოჩნდა ისეთი რომ მისი გაშავება იყო ძალიან რთული
პროტესტი იყო ძალიან გულწრფელი საზოგადოების და აი საყოველთაო დაუღლელი. აი არ მახსენდება მე ერთი სასამართლო პროცესი, სადაც დარბაზი არ ყოფილიყო სავსე, სადაც ქუჩაში არ ყოფილიყვნენ ადამიანები და მისი კოლეგები. აი ძალიან ესეთი ის იყო, თვალში საცემი იყო ეს მხარდაჭერა. საერთაშორისო ჩართულობას. იმიტომ ესხმოდა სიტყვაზე პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს იქ, რომ აი ეს გრძნობდა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მათი იქ ყოფნა. აი ესე იგი შუქდებოდა უმაღლეს დონეზე და თვალსაჩინო ხდებოდა, აი რა არის აქ ბუნდოვანი, რა არის შავი, რა არის თეთრი. არაფერი არ რჩებოდა გაუმჟღავნებელი, ასე ვთქვათ. და ასევე ეს გამართლებაზე მეტი არის, მე ვფიქრობ, ეს მაიამ წარიაშვილის პროფესიული თავდადება, ხო? აი ესე მიუდგე საქმეს და ასეთი ჩართულობით, ასეთი აი ყველაფრის მომცველობით, ხო, იშვიათი არის. ამ თბილისში მიმდინარე პროცესებმაც, ამ სინდისის პატიმრების და აი ბათუმში მიმდინარე პროცესებმა გამოაჩინა, რომ ახალი თაობის უამრავი ძალიან ბევრი მაგარი ადვოკატი არის. მე გადაცემებშიც რომ მიდიან, რა ლოგიკა, როგორი ცოდნა იმის სისხლის სამართლის კოდექსის, საპროცესო კოდექსის, საერთაშორისო კონტექსტის, ანუ ძალიან მაგარი. ამან გაურთულა ძალიან. აი ის როგორ გითხრა, აი ანეკდოტებში რო არის, ხო, რაღაც ორჯერ ორი რამდენია და 8 და შეკაცო 5 მაინც გეთქვა. რაღაცასთან ახლოს ხო მაინც უნდა იყოს, რომ აი მიიღოს საშინელი გადაწყვეტილება. რაღაცნაირად უნდა დაემზადოს. განა არ შეეძლოთ, მაგრამ ნუ რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად გაუჭირდა და აი საზოგადოებრივი აი ამ აზრის ამ წნეხმა, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, ხო არ დარჩა კლუნების ჩართულობა ახლა აი რა 30 წლის არის ეს ჩვენი მეორე რესპუბლიკა. უამრავი ის ყოფილა სასამართლო პროცესი, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ჟურნალისტების წინააღმდეგ, აი ბევრი რამე, მაგრამ ასეთი ყურადღება, ნუ მე არ მახსენდება. და როგორ ჩანს, ამან იმოქმედა. ის რომ ხო, მაგრამ ისიც აჩვენა, რომ ეს როგორი ის არის, მართვადი მართლმსაჯულება არის. ამ 7 თვის განმავლობაში რა არ შეეძლოთ ამ იმის გადაკვალიფიცირება, რომ ახლა მოსამართლე ვერ ხვდებოდა, რომ ეს არ გავდა იმას თავდასხმას და თან იმის დავალებით, ეს ერთი ამბავი. რატომ არ შეიძლებოდა ის პირობითი პატიმრობით ის ვადამდე ადრეგად პირობითი პატიმრობით გირაუთი გამოშვება ავიბენი ხო. გირაუთი გამოშვება რატო არ შეიძლებოდა? ხო, აი რანაირად. ახლა ის რო ამბობს გებუაძე, რომ ჩემზე თავდასხმის არ მეშინიაო, მაგრამ 400 პოლიციელი დადის ბათუმში. როგორი ცინიზმია, ხო? ნუ წარმოუდგენელი არის. ხო, არ ვიცი, ახლა არ ვიცი, გაასაჩივრებენ და მეორე ინსტანცია რას იზავს. ჩვენ გვაქვს მაგის გამოცდილება, რომ მეორე ინსტანციას თავდაყირა შეუძლია დააყენოს, ხო? ეს შორს რო არ წავიდეთ და რაღაც ისინი არ მოძებნოთ, აი არჩევნებთან დაკავშირებით ის ექსპერიმენტი, რომელიც თეთრი წყაროს მოსამართლედ ჩაატარა და უცბად შეიკრიბნენ და იმას სააპელაციოში ისაკნეს გააუქმეს. არაფრისგან არა ვარ დაზღვეული და მთელი უბედურებაც ეს არის, რომ როდესაც სასამართლო იღებს რაღაც სწორ გადაწყვეტილებას, ხო, აი ფიქრობ იმას, რომ აი რაში დაჭირდათ ეს. იმას კი არ ფიქრობ, რომ აი სასამართლო ის სამართალმა პურიჭამა და რაღაც ესე იგი მართლმსაჯულებამ იზეიმა და რაღაც. აი ფიქრობ, აი რაში შეიძლება ეს აწყობდეს და რამე უფრო ვერაგულ ხრიქს ხო არ აწყობენ. უმეტესობა ახლა ჩემს გარშემო ვინც არიან და ვინც ნაცნობი არის, ასე ამას ფიქრობს, ხო? ის რომ რაღაც თვისებრივად ის ახალი ის დაიწყო რაღაც მაშინ მართლმსაჯულებაში და სასამართლო ხელისუფლებაში და რაღაც საღმა აზრმა გაიმარჯვა და აწი ასე იქნება და ისი აღარ იქნება, როგორც იყო აქამდე, ხო? ამის არავის ჯერა. ხო, ეს გიორგი ახობაძის ამბავიც ის არის, ხო? ახლა მოულოდნელი იყო ხო გეუბნები ახლაც მე რო Facebook-ზე ვსკროლავდი და იქ ვნახე, ვიფიქრე რამე ხო არ მეშრება მეთქი. იმიტომ რომ სულ ფიქრობდი რომ ამ რას მიუჯიან რა ედას უადოს როგორ მიუჯიან. მეორეს ხო ფიქრობდი რატო ამოიჩემეს ეს კაცი ახლა ხო ახლა მნიშვნელოვანი ძალიან აქტიური ის არის საპროტესტო აქციების მონაწილე, მაგრამ
მეორე მხრივ ახლა არც მერაბკოს აი თავარი ტიპი აი რო თქვა რომ სიტყვაზე აი ეს კაცი გავანეიტრალოთ და პროტესტი დაჭერამდე უმეტესობა მის სახელი არ იცოდა, ანუ გარშემო ფაქციაზე ჩემი ფრენდი იყო მის აქტიურობას ვაკვირდებოდი. ეგ კი არა, ისიც კი ვნახე მე რომ დაწერა რომ მიპირებენ ჩადებას რაღაცას, ამას ყველა ზომას ვიღებ რომ ეს არ მოხდეს. ვიღაც ტიპებზე ეჭვი მაქვს რომ აი რაღაცას მიპირებენ და ამაში მონაწილეობა მიიღონ და აფრთხილებდა რომ რამდენი წელიწად უნდა გავიდეს. ამას მე ესე არ დავტოვებ ის და 2-3 დღის მერე დააკავეს, მაგრამ მანდაც ხო არ ვიცი ეს რამდენად ხელშემშლელი არის ჩვენი მოსამართლეებისთვის, მაგრამ მანდაც ახლა ვინც ადევნებდა თვალყურს ამ პროცესებს, ხო, წარმოუდგენელი ის იყო სტანდარტი იყო, ხო? ანუ ყველაფერზე მაღალი სტანდარტით შეეძლოთ მოეპოვებინათ ნივთმტკიცება, შეექმნათ რაღაც ის ვიდეოები, ვიდეომტკიცებულება. არაფერი არ ქონდათ, უბრალოდ პოლიციელის სიტყვაზე უნდა დაეჯერებინათ. აი ეს იყო. ხო და ანუ უცნაური ის არის როცა სხვადასხვა პროცესების დროს სხვადასხვანაირი შედეგები დგება იმის და მიუხედავად თუ რამდენად გამართულია მტკიცებულებები, იმიტომ რომ მანამდე არაერთი პროცესი იყო, ზოგი სისხლის სამართლის, ზოგი არა. სადაც მაშინ ზოგან გადაღება შეიძლებოდა, ზოგან ისე იყო ტექსტურად მოყვანილი. და ჩემი კოლეგები ყვებოდნენ რომ მოსამართლეებს აშკარად ეტყობოდათ გაღიზიანება პროკურატურის და იმათ მიმართ, იმიტომ რომ გრძნობდნენ უპატივცემულობას მიუხედავად იმისა, რომ მათთვის სასარგებლო პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილეს, მაგრამ იქვე გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ ეს რა მოიტანეთ, ანუ ეს რა არის, ეს რა ნივთმტკიცება, ეს არ ვარ, აქ არ ჩანს. მე კი უჯერებდნენ მაინც, მაგრამ ნუ ეტყობოდათ, რომ არც თვითონ არ იყვნენ კმაყოფილები ამით. იმ პროცესის სრულობისას გაგიჩნდებოდა განცდა, რომ მოსამართლე იმდენად უკმაყოფილო არის ამ ბრალდების მხარის მიერ მოტანილი მტკიცებულებით და ისეთ შენიშვნებს აძლევს, რომ ამ ბოლოს შეიძლება მართლა ესეთი ობიექტური და ესეთი მიუკერძოებული გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ თურმე აღმოჩნდა, რომ ეს რაღაც როლია. ხო და აქაც ეს ხუმრობით ერთ-ერთ არგუმენტად, ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც მოსამართლე ტყეშელაშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვიფიქრეთ ის, რომ იმდენად ესეთი ცუდი ნამუშევარი ქონდა ბრალდებას, რომ მოსამართლე აღშფოთდა. აი ისევ და ისევ ესეთი დადგმული ჩვენი წარმოდგენით, ხო შეიძლება ესეთი სცენაც გათამაშდა, რომ კარგი რა, ხო თითქნი ამას ხო აკოწიწებ, რაღაც ცოტა პროფესიონალურად გააკეთე რა, რომ ამაზე არ შემრცხვეს რა, რაღაც მეც რო გავიმართლო თავი, ხო, კაი, ვაკეთებთ ამას, მაგრამ ცოტა მაღალ დონეზე რა. მე ისმის რომ ეგეთ წარმოიდგინე. მე მან მინდა რომ რაღაც ცოტა ისა ვქნა, რომ რატო ვცდილობ ხოლმე რომ მაგაზე არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ კალაძის მერად წარდგენის, აი ერთ-ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, გარჩ გახსოვთ თუ არა 2 დღით თუ რამე რაღაცა ხნით გადაიდო მისი წარდგენა და მაშინვე უამრავი აზრი იყო რომ აი ნახე კალაძე არ იქნება ეხა აი რას ნიშნავს ეს რაღაცის ნიშანია ეს ეთყობა რომელიც მე წარადგენეს და მე ის იყო რომ ვკითხულობდი სხვა მოსაზრებებს რომ აცალე 2 დღე იქნება წარადგენა და მე გამოვთქვია გაზრია იგივე ამასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება წავიკითხე სხვა ადამიანის რომელიც ზოგი უფრო ჭკუასთან ახლოს იყო ზოგი შორს იყო რა ეს იყო თუ ის იყო თუ რაღაც სხვა ვარიანტი იყო მაგრამ საბუნებაში რეალობა ის რომ წარმოდგენა არა გვაქვს. ანუ ის ეჭვი რაც თავიდან გამოვთქვით რომ უბრალოდ ის კი არ იყო რომ სასამართლო პროცესი ჩატარდა ისე როგორც უნდა ჩატარებულიყო, კონკურენცია იყო ბრალდების და დაცვის მხარეს შორის და შემდეგ და ის შედეგი რაც უნდა დამდგარიყო, ეგეთ გულუბრყვილო არავინ არ არის რომ ეგ იყო და სინამდვილეში იმის უკან რა დგას, რატო, რას ვინ რას უყურებს და რაღაცა კაცი შვილმა არ იცის. ხოხოშან თვითონ ვინც იყო ამას ჩართული მათ იციან, მაგრამ იმის იქით არა. ვიცი და არის როგორც წესი, ახლა ეს კითხვა გებადება, ხო? კარგი, ეს გაგვიხარდა ყველას, რომ სიტყვაზე სამართალმა იზეიმა და ადამიანი, რომელიც ესე უსაფუძვლოდ იყო დაჭერილი, როგორც ახლა ჩანს სასამართლოს გადაწყვეტილებებით გამოუშვეს, მაგრამ მეორე მხრივ ფიქრობ, ვინც ესე ცუდად შეასრულა სამუშაო, ხო, ბრალდების მხარიდან, პოლიცია, პროკურატურა, ხო? ვინც თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, ვინც ეს საქმე შეთითხნა, ვინც ცდილობდა ამ ადამიანის გაუბედურებას, ხო? ახლა როგორი ამბავია, ჯერ რაც გადახდა ამ პატიმრობაში, ხო? დედა გარდაეცვალა და ბევრი სხვა რამე, ხო? ეს როგორ იქნება? ხო, ახლა ვარაუდობთ და ვშიშობთ და გუშინ რადიო თავისუფლებამ ჩაწერა, კარგი სიუჟეტიც გააკეთეს ამ გიორგი ახობაძესთან. ხო, იქ ამბობს რომ არ არის დარწმუნებული რომ ეს დამთავრდა ეს ამბავი და ეს სააპელაციო არ არის დარწმუნებული, ხო? ხო და უყურე, ახლა ელოდები რომ სისტემა ისე ისა იმპერია დაარტყავს, სისტემა დაარტყავს, ხო, იმიტომ რომ ხა თავის ისა გადასარჩენი, ხო, რაზე დგას, ხო, ეს ისა პოლიციელები, პროკურატურა, ვინც ეს საქმე გააკეთა, ვინც მოიფიქრა, ეს სინახო არ ჩამოვარდა, არა, ესე
ხო რაღაცნაირად ამ საქმეს ყავდა მომფიქრებელი და მგეგმავი შემსრულებელი, მე დადიოდა სასამართლო ერთმანეთთან აჯერებდნენ რაღაცა საკითხი. სხვა დროსაც ყოფილა შემთხვევები, როცა გამოჩნდა რომ ჩადებასთან იყო საქმე და მაინც არაფერი პასუხისმგებლობა ისეთი არ დამდგარა. ხო და ხო უნდა დადგეს, ახლა როგორი რაღაცა არის. უნდა დადგეს. ხო, არა, ნორმალურ ქვეყნებში ხო ესე არის რომ ამ იმის უმიზეზო უსაფუძვლო პატიმრობის გამო თვითონ ეს განსასჯელი ვინც ჯერ ერთი ხო მოწყდა თავის ბუნებრივ გარემოს, თავის ოჯახს, მშობლებს იმას აღაშავა პროპაგანდა მათარია თავს იმართლებდა არაფრის გამო ხო რაღაცა ხო უნდა მოითხოვოს კომპენსაცია ხო ლოგიკურია რომ კომპენსაცია მოითხოვოს ხო ლოგიკურია რომ მოითხოვოს დასაჯონის ვინც ამ დღეში ჩააგდო ანუ ხო ამიტომ სისტემას აქვს ესეთი ბუნებრივი შურისძიების ისა მიზეზი რომ ყველაფერი ისევ ძველებურ კალაპოტში დააბრუნოს რომ ასე იგი ყველაფერი კარგად იყო და პირველი ინსტანციის სასამართლო შეცდა. ისე ეს მოსამართლე ტყეშელაშვილმა ასევე გაიჟღერა გასულ კვირაში ნიკო ჩვენთან ძალიან ახლოდ დაკავშირებულ საქმეში. ნინო თარხნიშვილი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ჟურნალისტი, რომელიც სასამართლო პროცესზე ბევრ რამეზე დადის და მათ შორის სასამართლო პროცესებზე მოსამართლე ტყეშელაშვილმა, რომეო ტყეშელაშვილმა ცოტა ხნის წინ დააჯარიმა სასამართლოს უპატივცემლობის გამო. სრულიად უმიზეზო და ეს დაამტკიცა სააპელაციო სასამართლომ ასევე. თარხანა დაგვიჯარიმეს იმის გამო, რომ მოსამართლემ უთხრა, რომ ფეხზე არადექი მე რო შემოვედიო. ხო, სასამართლოში ესე არის, რომ მოსამართლე რომ მომძანდება, დაიძახებს მანდატური, თუ მდივანი ფეხზე უნდა ადგეს. თარხანა ადგა ფეხზე, მაგრამ იმის გამო, რომ ქონდა მოწყობილობები, შომაჯე ეს ის დრო არის, როდესაც ჟურნალისტებს შეეძლოთ ხმის ჩაწერა და ფოტოების გადაღება და ლეპტოპის შეტანა. ხო, ადგა ფეხზე, მაგრამ მოუწია მალევე, იმიტომ რომ ეს ხელში ეკავა, კალთაში ედო ეს და მოსამართლემ როგორც ჩანს, დავიჯეროთ რომ ვერ დაინახა და დააჯარიმა. თარხანამ გაასაჩივრა და ჩვენი თარხანა აღმოჩნდა მართალი. აღარ მოუწევს 200 ლარის გადახდა და აქ 200 ლარზე მეტი არის, მე მგონი, ხო, რომ ესე იგი რადიო თავისუფლების ჟურნალისტები იცავენ კანონებს და მიუხედავად იმისა, ყველა მოსამართლე თავიანთი მოღვაწეობისგან გამომდინარე ემსახურებს თუ არა პატივისცემას, იმის გამო რომ გვიწერია კანონებში, ვიცავთ ამ კანონებს. ეს იყო მნიშვნელოვანი და ეს იყო თარხანას გამარჯვება და იყო თარხანას ყველა კოლეგის შენი და ჩემი გამარჯვებაც. რაც არის მნიშვნელოვანი ამბავი. თარხანა მართალი. ანუ ამოწურა ისაც ცდილობ რომ ბატონო. რაზე? დათო იყო გასვენებაში. დათო იყო გასვენებაში. მე ვიხუმრე აცხონოს ღმერთმა ელდარ შენგელაიას არაჩვეულებრივ გასვენებაში, იმიტომ რომ მისი ყველა ფილმი არის არაჩვეულებრივი და განსაკუთრებით არაჩვეულებრივი არის არაჩვეულებრივი გამოფენა. მაგით მინდა დამეწყო. დათოს რო ვკითხო მე შინია, იმიტომ რომ ესეთი ფილმები არ აქვს ხოლმე ხანდახან ნანახი რომ ცისფერიმთები ხო ნანახი გაქვს? ჩამართვევინას. აი ერთ ტას შემოგრავ. კი. არაჩვეულებრივი გამოფენა? შერეკილები? კი. მე მგონია რომ უმეტესობა ადამიანებისა იყოფა, ანუ როგორც არის ხოლმე ესეთი რომ გალაქტიონისტი ხარ თუ ვაჟისტი, რო გეკითხები, ანუ შეიძლება ორივეზე გიждები, მაგრამ უფრო ერთი ყავს ხოლმე რა. შენი ფილმი უფრო არაჩვეულებრივი გამოფენა? ვერ გეტყვი. ერთი რო არჩიო. არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილებიც მიყვარს ძალიან. ცისფერთებზე არ გიждები, მიუხედავად იმისა, რომ მეს ანუ მაგას კი ერთ-ერთი აირჩიეთ ხო მაგას გეუბნები. ხო, ანუ არაჩვეულებრივი გამოფენის კაცი ხარ თუ შერეკილების? შერეკილები ვიყო. ოკეი. შენ დათო? მიდიოდა მატარებელი. არა, მიდიოდა მატარებელი გიორგი შენგელაია, ღმერთო, ჩემო. თან მიდიოდა მატარებელი ცუდი ფილმი, ანუ არა აქვს მნიშვნელობა ისი გადაღება. ერთი ცუდი ფილმი ელდარმანს გადაიღო. აი ისეთი როგორც მის რომელი ერთ წამეტია გადაღებული. ის როა სავარძელი სკამი. ხო, სავარძელი რო არის რა, სავარძელი. ცუცებს შერეკილების კაცი ხარ. მე ვარ ცალსახად ცისფერი მთებისკენ. მე შერეკილები არ მიყვარს. ცისფერი მთები არის ჩემი საყვარელი ფილმი, ქართული არა, საერთოდ ყველაზე უფრო რაც მიყვარს ალბათ ცისფერი მთებია. არაჩვეულებრივ გამოფენას პატივს ვცემ, მაგრამ ცისფერი მთები სხვანაირად მიყვარს და შერეკილები არ მხვდება გულზე ის. ეხლა
რა სისულელეა, მაგრამ ნუ ხო იცი, გემოვნების ამბავია რა, მუსიკა მომწონს, დანარჩენი ეს პოეტური რაღაც, ცოტა თეატრალური რაღაცა ის რაც აქვს, არ არის ჩემი. ცისფერიმთები არის. ხო. მე ასევე ძალიან მიყვარს ექსპრეს ინფორმაცია, რომელიც ითვლება რომ ელდარის ერთ-ერთი სუსტ ფილმთაგანია, გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ როცა დაიწყო გადაღება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, როცა დაამთავრა უკვე აღარ იყო საბჭოთა კავშირი, რამდენიმე რაღაც სცენარი რამდენჯერმე შეიცვალა და მოკლედ ფილმად ისეთი შეკრული ვერ არის, როგორც აი ელოდებოდნენ რომ ელდარის ახალი რა იქნება და მე შეხედეს და თქვეს რომ ანუ ეს არის ისეთი კაი როგორი წვები იყო, რაც ალბათ ეგრეა, მაგრამ ჩემი აზრით არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი დოკუმენტი იმისა, რომ თუ გაინტერესებს გაიგო ეს 80-იანი წლების ბოლო 90-იანების დასაწყისში როგორ ხედავდნენ ვიღაცები, ანუ დიდი ნაწილი საქართველოში ყველანი არა, მაგრამ თქვათ აი ელდარი როგორ ხედავდა და ბევრი კიდე სხვა ამ ფილმიდან კარგად ჩანს. თვითონ აი ფილმი რო დასაწყისი შუა ბოლო რაღაცა ისე არ არის, რაღაც სასაცილო მომენტები არის, მაგრამ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტია. მე ვარ შეხვედრილი კანის ფესტივალზე ვიყავით მე და გოგი, აი მაშინ Evidence რო გამოვიდა მაგის პრემიერაზე ჩავედით და იქ იყო ჩამოსული ასე და შეგედა რაღაცა მე მგონი აჯილდოვებდნენ თუ რაღაცა 100 საუკეთესო ფილმის ჩვენება იყო ცალკე და მათ შორის იყო მისი ფილმიც რა და იქ ინტერვიუს იღებდა გოგი და მე ვიყავი კამერაზე და იქ ვარ ერთხელ აი ესე ძალიან ახლოს ისე რომ მე რო ჩავწერეთ ინტერვიუ ლაპარაკობდით უბრალოდ ისინი ლაპარაკობდნენ და მეც რაღაცებს ჩავერთვებოდი ხოლმე იმიტომ რომ ძალიან ცოტა ის კონდა ეს მომენტი რო ნახე კი მქონდა მაგრამ ახლა ის ანუ ის არის ეხლა ის რო თქვათ თავიდანვე არის იყო ჩვეულებრივი რეჟისორი არის ჩვეულებრივი რეჟისორი ელდარი ალბათ არის არგიუაბლი არის ეგეთ ინგლისური სიტყვა ამბობ რომ შეგიძლია ამაზე თქვა და მაინც ის არ იქნება რომ ალბათ უდიდესი ქართველი რეჟისორი შეიძლება რეცეპცია და რომ არა მარტო რეჟისორი ამით ხელოვანი ერთ-ერთი ყველა ხელოვანზე ვარ დაკვირვებული ვისაც აი ეს შორიდან გონია რომ ის შემოქმედება ძალიან კაია და პიროვნულადაც უცნაურია ხოლმე რომ უბრალო ადამიანები არიან ძალიან რა ხო მიხდი ხო რას გეუბნები რომ აი არა ხო, უფრო სხვანაირი წარმომიდგენია ხოლმე რა, თვითონ შეხვედრის დროს და გაცნობის დროს, მაგრამ ამ დროს ხდები რომ ძალიან უბრალო ადამიანია და ამ უბრალობაში არის ისი გენიოსობა. ხო, გიგიშებს ახლოს. კინოსახში რო ვიყავით, იქ ხო მაშინ ის იქ ქონდა კაბინეტი თუ რაღაცა და იქ იბეებზეც ხვდებოდით და რაღაცაზე ჩასაწერათაც ვარ ჩასულ ძალიან ესეთი უშუალო ურთიერთობებში მარტივი და არაფორმალური ტიპი ამ ურთიერთობებში და ეგეც აი სიდიდის და იმის მარიშებელია რომ ხელოვნურად არიკეთებს ამ იმერებს. მეც ორი ნაბიჯით უკან მინდა დავიხო და ხაზგასმით თქვა რომ ხა შეჯიბრება ხელოვნების და ვინ არის პირველ ადგილზე და ვინ მეორე სისულელე ჭიდაობა არ არის და ზოგს ის აქვს და ზოგს, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა რომ დაასახელოს 5 ყველა დროის საუკეთესო ფილმი. ალბათ მინიმუმ 2 მაინც ელდარის ფილმი იქნება იქ. შეიძლება პირველზე ვინმე სხვა რაღაცა გაიყვანოს. შეიძლება იყოს დიდი მწვანებელი იყოს სტოპ ფილმი, ან გიორგობის თვე, ან რაღაცა სხვა კონდეს, მაგრამ იქ ხუთეულში რამდენი 2 ცალი მაინც უნდა კონდეს ეს არის. სამანიშვილის დედინაც ახლა ეს ის არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, ეს ცისფერი მთები ისეთია, რომ არავინ ახსენებს, არავინ ბევრი ხშირად არ ახსენებენ სამანიშვილის დედინაცვალი და მიქელა კლდიაშვილის მოთხრობების მიხედვით გადაღებული. რომლებიც ასევე ფანტასტიკური გადაღებული არის. აი ეს კლასიკა, ხო, აქ შემხვდა რთული არის რა ამის ფილმის ენაზე გადატანა, არ არის მარტივი, ხო, ამ კლდიაშვილის ამ პეიზაჟების, ამ განწყობების, ამ ტიპების და ის Facebook-ზე წერდნენ მეგობრები არაბოროტად, რომ აი დიწილათო, ესე იგი ამ ელდარ შენგელაიას გენიალურ რეჟისორობას განაპირობებდა ის, რომ გენიალური სცენარის ავტორები ყავდა გაბრიაძე და ის რეზო ჭეიშვილი. ვეთანხმებით, მაგრამ უყურე კინოენაზე გადატანა არ არის მარტივი, აი ის რო გადაიტანო ადეკვატურად და შედევრი იყოს ფილმიც, ამას ცალკე სჭირდება ხელოვნება და ოსტატობა. რას ვამბობ, იცი? ეს იგივეა შეადარო, რომ აი მაგალითად ავიღო რომელიღაც გერმანული ან ინგლისური შედევრი ლიტერატურის ავიღო მაგალითად თომას მანის ჯადოსნური მთა და მხოლოდ იმის გამო რომ თარგმნელი ვარ რაღაცნაირად რომ მოვჩორკუნო გადმოვთარგმნო გენიალური ის თარგმნელი ვიქნები და გენიალური კონგენიალური ნათარგმნი იქნება ეგრე არ არის საერთოდ არ არის ეგრე ჯერ ერთი ახლა
შეხ გაბრიაძე გიყვარს, მე ნაკლებად მიყვარს წასაკითხად, იმიტომ რომ რთულად ვკითხულობ ხოლმე, რთული ენით წერს ძალიან. აი მაგის გამიდოდა მე რომ ვკითხულობ ამ იმას შერეკილებს ყოველ ჯერზე, ხშირად ვკითხულობ დიდი ტექსტი არა, სუფილო ეს როგორ უნდა აქციო ფილმად რა. ანუ მაგითო რამის კი არ ვიწუნებ ან რაღაცა, მაგრამ კითხვა მიჭირს უბრალოდ, არ სხვანაირი თვალი ჭირდება და სხვა რაღაცის დაფასება. ცისფერი მთები წაკითხული მაქვს, სცენარი თუ არ ვიცი სცენარია თუ პიესა და მე მაქვს მოთხრობა. კრებულში და შეიძლება მაშინ ესე იგი საბჭოთა კავშირის დროს ეს კინო სცენარები მე გამოდიოდა ცალკე კრებულებად და ესეთი ის ქონდა არ ვიცი თვითონ ამ იმას კინოსტუდიის რედაქციას თუ ზოგადად ვიღაცა რომელიღაც ჩვენი ქართველი რომელიღაც დიდი მწერალი თუ რედაქტორი ამბობდა რომ ამ თვითონ ამას ყველა მწერლები იყვნენ მაგრამ კინოსცენარების გალიტერატურებას ავალებდნენ და ესეთი ამბიცია ჰქონდათ რომ სცენარს რო კითხულობ ასე გირჩება შტაბეჭილება რომ ჩვეულებრივ დასრულებულ ლიტერატურულ ანუ სარეჟისორო სცენარი არ არის ანუ გალიტერატურული სცენარი არის და ეს ცისფერი მთები რეზო ჭეიშვილის კრებულებში არის და იქ უკვე არის გალიტერატურა არ ვიცი მე ცალჯერ სცენარი დაიწერა და მე მაქვს სწორედ რეზო ჭეიშვილის კრებულში წაკითხული და არის ძალიან კაი წასაკითხია არის საინტერესო საერთოდ არ არის სასაცილო. ერთ-ერთზე იგივეა რაც ფილმში არის, არაფერზე არ გაგეცინება, უფრო ცოტა აბსურდის დრამის ამან რო კითხულობ, ცოტა რაღაცა მაგისი მუღამი მაქვს. ცუც კი არ ვამბობ, პირიქით ისე ვამბობ, რომ სხვადასხვა რაღაცა იმის მიუხედავად რომ ერთ-ერთზე ერთ და იგივეა. აი მაგას დაწერილს რო კითხულობ, არც ჩაგეღიმება, არცად ცოტა შემაზრწუნებელია, როგორც თვითონ ცისფერი მთები რომ მე მაქვს აი 10-ობით ნანახი, 10 ძალიან ბევრჯერ ტელევიზორში თუ არ ხოლმე უყურებ და ყოველჯერ სხვა თვალით უყურებ, აი ხანდახან შეიძლება შეხედო როგორც ჰორორ ამბავი, რაც კაფკასებრი ამბავი ხელოვანი ტიპისა, რომელიც რაღაც ჩაკეტილია, რაღაც აბსურდში და სასაცილოც არ არის საერთოდ ეს ვაჟა ზაზაევიჩი. ხანდახან შეიძლება რომ ცოტა ეშმაკის პერსონაჟად დაინახო, რომელიც ესე არის და კლავს ამათ მოკლედ იმის თქმა უნდა რომ არ არის რომ კაი სცენარი იყო და გადაიღო. კაი სცენარი ბევრი რაღაცა არის და შეიძლება რთულად გადაიღო. განსხვავება ერთ-ერთი რაც მახსოვს იყო რომ ფილმში არის მარკ შეიდერი და აქ არის ვულკანიზატორი წერია. ეთყობა მე რაც მომენტში ჩათვალეს რომ ვულკანიზატორი უფრო გასაგები პროფესია გახდა ამასობაში და მარკ შეიდერი უნდა იყოს. ეგ შტაბეჭილება მეც დამრჩა რომ აი ტექსტს კითხულობ და სცენარს ემთხვევა აი ფილმის მსვლელობას დიალოგებში და იმაში ყველაფერში ემთხვევა მაგრამ აქ სხვა ქიმია არის. აქ ფილმში რაღაც სხვა პროცესი მიდის, ხო? და იქ შერეკილებში კიდე იქ ხო ხდები რო კითხულობ, ხო? და ფილმის ნანახი გაქვს, ტექსტს კითხულობ. აი რო ადარებ ესე გააზრებულად, ხო? უამრავი რაღაცა არის გამოტოვებული, მაგრამ ფილმის ყურებისას არ გრჩება განცდა რომ რაღაც აკლია. აი რაღაც აკლია, აი სრული ისა გაქვს, აი სრულფასოვნების განცდა გაქვს. ხო და რეჟისორის ხელოვნება ხო ეგ არის ჯერ თვითონ სურათი დააყენო ხო აი კადრში რა იქნება ხმა კოსტუმები მუსიკა აი ეს მთელი ეს სინთეტიკა ხო აი ყველა კომპონენტი უნდა შეურიო და ისა შექმნა სამყარო და ეს სამყარო უნდა ცოცხლობდეს ხო რაც არ უნდა ისა აი ბაგარი ის კონდეს სცენარი კონდეს აქ შენ გასაცოცხლებელი გაქვს რა მუსიკა ყანჩელის არის ყანჩელის არის ხო ანუ სიგიჟე არის მუსიკა ცალკე მაგრამ ხა წარმოვიდგინე ყანჩელი და მუსიკა ხო მაგრამ სრული ჰარმონია აქვს ანუ ხო ამას ხო ყველაფერი ბოლოს ხო აი ფილმში რა დარჩება ამას რეჟისორი იგივე მსახიობი ხა ზოგი მსახიობი ზოგი თავისი სტუდენტი იყო ვინც იქ თამაშობს და კარგად არის ყველაფერი წარმოდგენილი და იგივე ის მომენტი გივი ჩვენა ვართ ხუმრობა რომელიც ფურცელზე დაწერილი მაინც სასაცილო არ არის ანუ აი რაღაც გაკეთება უნდა ძალიან ადვილია რომ არ იყოს კარგი და ყველა გადაწყვეტილება არის იმ ფილმში მიღებული რომ აი კაი გამოვიდეს არტემ ჯაჯანიძეს პერსონაჟი რომელიც გაკვირით არის კი უყურე თავარი როლი ვის აქვს ვერ მიხვდები ხო აი ქრონომეტრაჟით საათით რო დაზომო ხო ვერ მიხვდები ვის აქვს თავარი როლი ვიღაცა შეიძლება წამები ჩნდება ვიღაცა რაღაც ნახევარი წუთით ჩება მაგრამ ყველა გახსოვს ყველას ფრაზა გახსოვს ყველა არის აი ეს გეგონება ლურსმით არის ჩაჭედებული ისიც არის მანდაც და არაჩვეულებრივ გამოფენაშიც მაინც დადებითი გმირი არავინ არ არის ანუ არა ის პროტაგონისტი არის მაგრამ ვერავის ვერ შეხედა და ვიტყვი რომ ამის კენავარან რაღაცა ყველა ხო მაგრამ მაინც უყურებდა თან გულშემატკივრობდა მაგასაც აქვს და მომთავრებ მაშინ ასრახან დავიწყე და შუაში გავწყვიტე რომ მაგასაც რამხელა ოსტატობა უნდა რომ ტიპებს უყურო რომლებიც
გმირები არ არიან არავინ, პირიქით ძალიანაც ნაკლის მქონე პერსონაჟები არიან და მაინც რაღაცნაირად იმას ვიყვება. აი იმას ტერმიტებს რო აქვთ, ხო? ცალცალკე თითქოს არავინ არაფერია და ერთად რაღაც ისეთი არის რა. სრულქმნილი. ხო, ის შევეხოთ ახლა ვერ გავექცევით თქვენს რომ ბატონი ელდარი პოლიტიკურათაც აქტიური იყო ბოლო წლებამდე და აი ხშირ შემთხვევაში ეს იმის ხელოვანის ამ პოლიტიკურ აქტივობას მე მოყვება ხოლმე ხან გადამეტებული ლანძღვა, ხან გადამეტებული ქება, განკითხვა ჩვენს გადაცემას განკითხვის დღიანი იყო და ჩვენც არ ვიქნებით არასწორი რომ რაღაცნაირად გვერდი აუქციოთ, ხო? პოლიტიკურად აქტიური იყო, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აი 80-იანი წლების ბოლოს 9 აპრილის სიმართლის გატანაში, სიმართლის დაცვაში. ხო, იქ აი მაშინ მოსკოვი იყო და მოსკოვში თუ არ გაისმებოდა სიმართლე, ვერც ვერავინ ვერ გაიგებდა, ხო და აი ამ იმპერიის გულში ძალიან იბრძოლა ელდარ შენგელაიამ, თამაზ გამყრელიძე იყო მაშინ, აკაკი ბაქრაძე და სხვაებიც ბევრმა ხო აქედან და ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ის რომ მნიშვნელოვანი ის იყო შემოქმედი იყო სოფლიოში ცნობილი რეჟისორი, აი ძალიან წაადგა მის სამშობლოს, ხო? მე მგონია რომ ანუ რაც არ მომეწონა ისე Facebook-ზე უყურებ ხოლმე, არის ის რომ ელდარ შენგელაიას დიდი კარიერა ჰქონდა კინოში და პარალელურად როგორც აღნიშნე პოლიტიკური მოღვაწეც იყო 80-იანი წლებიდან წლების ბოლოდან მოყოლებული და ამ ხნის განმავლობაში ალბათ ბევრი სხვადასხვანაირი პოზიცია დაუჭერია, დაუკავებია, რომელია სწორი, რომელსაც ზოგს ალბათ ეთანხმები და ზოგს შეიძლება ძალიან მიუღებელი იყოს. გინდა 90-იანი წლებში გინდა ძირითადად ის არის წამოსაზრახებელი, მაგრამ პირველი პრეზიდენტის ასე ვთქვათ, ოპონენტი იყო. ხო და აი წამოძახებას კულტურაზე მინდა ვილაპარაკო, რომელიც ჩემი აზრით რომ ძალიან შესაძლებელია და თუ გინდა გარდაცვალების მერეც, თუ გინდა მანამდეც რომ კრიტიკულად შეხედო ადამიანის მოღვაწეობას, ადამიანის ცხოვრებას, თქვა რომ აი ნახე ეს სწორი გააკეთა, ეს ძალიან არასწორი გააკეთა, აქ რა შვებოდა, როგორ შეიძლებოდა ესე, მაგრამ მარტო ქართული მოვლენა არ არის ეს, მაგრამ აი ეს წამოძახებას ნიშნის მოგება არის რაც მე ძალიან მაღიზიანებს ხოლმე, რომელიც აი თქვა ერთი რაღაც გამოტიპს გადაუსვან რომ ეს არ იყო ის როქნა აი ეს ის არ იყო ის რო გააკეთა არის ხოლმე ყველაზე უფრო ცუდი რაღაცა რომ შეიძლება იყო შეიძლება არ იყო მაგრამ ნიველირება სწორი სიტყვა იქნება ამ შემთხვევაში რომ ერთი რაღაცით ესე შვები ხო ერთმა სფერომ მთლიანად არ უნდა მოახდინოს მისი აწლის ნიველირება ხო რეჟისორი იყო გადასარევი ძალიან კარგი პოლიტიკოსი ისე რა ხო მაგრამ კარგი რაღაცებიც გაუკეთებია და კარგი და ცუდი შეფასებით არა ერთგვაროვანი ის ქონდა ხო ის რომ აი სიტყვაზე ახლა ის პირველი პრეზიდენტის დამხობა ის გადატრიალება იყო საშინელი კატასტროფა და მასში მონაწილე ადამიანები ვინც ეს გადატრიალება დაგეგმა მოაწყო მონაწილეობა მიიღო ხო ნუ ეს არის დანაშაული ხო რაღაცნაირად პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ვინც ამას მხარს უჭერდა მაგრამ ისიც რომ აი ახლა უბრალოდ არ ემხრობოდი და იყავი იმ დროინდელი ხელისუფლების ოპოზიციაში ну ხო რა ახლა ეს არ არის დანაშაული თუ უბრალოდ ოპოზიციაში იყავი აი ძალიან კარგი ისა აქვს ნაშრომი დიმიტრი შველიძეს ისტორიკოს აი 5 წელი 97-დან 92 წლამდე და იქ გამოყოფს ცალკეული პოლიტიკოსების პარტიების პასუხისმგებლობას და იქ ამბობს რომ ამის ამაში მონაწილეობის გამო ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაგრამ ასეთი პოზიციის გამო ამის გაკეთების გამო ეს პარტია ეს ლიდერი პასუხისმგებელია პოლიტიკურად ხო რაღაცნაირად გასამიჯნი არის ახლა ხო ვერავინ როგორ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ დააყენა რომ აი ესეთი საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს მაგრამ აი რასაც ახლა აკეთებს რაღაცნაირად ხო ეს ვის უნდა ეკნა ჟიშავარნაძის დროს უნდა ეკნათ რომელიც მაგის მერე მოვიდა მიშას უნდა ეკნა თუ ეხლა მათ უნდა ეკნა უკან მოვიტოვოთ ვინ არის სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელი იმაზე რაც დაგვიმარხა ვინ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი ხო აი ის ვერ გამოგვიკლებია 21-ის გამიყო აკოგომოს თვალიოთ ხო 20 გავრილობის გამებს ვამბობ ხოლმე ხო მაგის გამოძიებები ეხლაც მიმდინარეობს წარებში მაგას ვერ აყვევენ რა მოხდა და ვის ბრალი იყო და
ანუ მაგისი ერთ-ერთი დიდი პრობლემა ის იყო, რომ ვერაზე არ არის, მაგისი ამოქეკვა, ეხა ყველა ისე იყო, რომ ხო იცი, იარა რო არის და ფუფხს გაიკეთებს თუ რაღაცა ცოტა ხანი სისხლი არ გვდის და გაჩერდი, რა მომენტში მან თითის ტიკვას დაიწყებ, არავის არ უნდა ეგა. ხო რა? ქორი რა მინდოდა მეკითხა? საკაიფოდ არიან კიდევ. ქორი რა მინდოდა მეკითხა? შენ რეპორტაჟს რა აკეთებ ხო იმას ფოტორეპორტაჟს? არა, ფოტოები და ვიდეოებს Instagram-ზე ეძახე მაგას კარუსელს. ერთად რო იდება ფოტო-ვიდეო და რომ გადასწრებ. ვიყავი მე ხო, შესულიყავი. სად დაასაფლავეს? დიდუბის. მაგრამ მე არ წავსულა ბოლომდე SEO-დან გამოსვენებას დავესწარი და წამოდა ძალიან უცნაური იყო, ცხელოდა ძალიან. შუა დღის 3:30-მდე გაიწევა ეგ პროცესი, მაგრამ და ეს ჩინოვნიკები, უმეტესად ჩემთვისაც იყო მაგალითად ქართული ოცნების წევრები და მარტი მხარდამჭერები. იყვნენ იქ ვიღაცები ოპოზიციայի, თინა ხიდაშელი, უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ვიღაცები ყველა იყო რა, მაგრამ უმეტესად აი ეს მასიურად მაინც ქართული ოცნების წევრები და მათი მხარდამჭერებს ხვდებოდი ხოლმე, აი წერათა სახლის დირექტორიც, ხო დუმბაძე არ არის? ვინ არის წერათა ხო? დუმბაძის ხო. აი ეგ და რეჟისორებიც ხაინდრავა და ის კეთი და ესენი. მაგრამ ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ აი წარმოგიდგენთ ამ სიცხეში რაღაცნაირად მე დავაკვირდი და ეგეთი კადრი იყო, რომ ეს კაცები ასაკოვანი, ქალები მარაოებით ამ სიცხეს ინიავებენ და ჩართული იყო დინამიკებში ამ სიონის ეზოში სიცისფერი მთების საუნდტრეკი. აი ძალიან უცნაური სცენა იყო. სიცისფერი მთების რომელი კაცი? რომელიც ხო ეგ და გამოსვენების დროს ჩაირთო მე შერეკილების ბოლოს რო ადიან და ის ძალიან ხო მეც გამიკვირდა რომ მეთქე ეგ უფრო შეესაბამება შერეკილების ბოლოში იყო უკვე აი ეგ რა რაღაც პიკი და ეგ ძალიან მართლა ემოციური კადრი იყო ეს ტაშის ხმა და უცადაც ტრედებმა ჩაიფრინა ძალიან დიდმა გუნდმა და ზემოთ ვიდექით იქიდან უყურებდით და ეგ მართლა კაი ისეთ იყო მაგრამ სხვა მხრივ აი იყო რა თვალშისაც ეს პოლიტიკოსების სიარული გასვენებებზე მე გამახსენდა ის დავით წერედიანის რადიო თავისუფლების დღიურები ხელისუფლება შეცვლილია ეს 2012 წლის ის და უკვე ეს კოცები არიან და ნაცები უფრო იმათ არიან და სადღაც რაღაც დღიური ხო 7 დღის დღიურია და როგორც გასვენებაში არიან და იქ ამბობს რომ მოკლედ ეს არის მოსული ეს არის და იქ ნაციონალური მოძრაობის ვიღაც ისინი ყველა ლიდერები ხო არა მე მგონი არასახელებს სახელი და გვარებს და ბოლო ფრაზა აქვს ესეთი რომ ნაციონალებზე რო წერს რომ ეს მოსულები იყვნენ რომ უხდებოდნენ გასვენებას ხო რაღაც ეგეთი სცენა იყო ეგეთი გენიალური ის იყო წერედიანი და ეს ფრაზაც რაღაცნაირი ის გენიალური არის. ო ეს სიონის ტაძრის წინამძღვარი გიორგი ზვიადაძე არის კიდე მეგონი პროტოპრესვიტერიც არის და რაღაცა ვინც მოდიოდა ხოლმე მაგალითად პრეზიდენტი რომ მოდიოდა ყაველაშვილი ან პარლამენტის თავმჯდომარე ან რაღაცა გაიქცეოდ რა უცბად დახვდებოდნენ ერთად ამოდიოდნენ იქ სიონის მთავარი შემოსასვლელიდან და აი ამ სიცხეში გაოფლილი ისეთ რაც უცნაური სანახავი იყო. კარგია, მივესალმები ახლა ვისაც ეს. გაჩი როგორ თვალით. თან მე რო ფიქრობდი რომ ახლა ელდარი რო უყურებს ამ სცენას და რაღაცა იცი რა არის, მაგას რო შეხედავ ზოგადად ეს რიტუალები უცნაური რამეა ხოლმე. არაერთხელ მიფიქრია მე თვითონაც ახლა ჩემ გარშემოც რო თქვა ბაბუა ჩემი ან მამა ჩემი ან რაღაც იქ რო ხარ ყველას ქონია ეგ მომენტი რომ როცა თვითონ გახარ ან მიდიხარ სხვასთან სამძიმაში რომ ფიქრობ რომ უცნაური რაღაცეა ადამიანები როგორ ვართ რომ რა მოვიფიქრეთ რომ ხა ესე უნდა გავაკეთოთ და მე ესე უნდა იყოს და უცნაურია ხო მაგრამ ის არ მე მაგაზეც მიფიქრია რომ ერთია რომ უცნაურია და მეორეა ნუ ალბათ საჭირო იყო რა სხვა მიზეზების გამო რატომაც მოვიფიქრეთ ეგა და თავის ფუნქციასაც ასრულებს და ჭირის უფალს გეხმარება რაღაც კუთხით ვინც მოვა იმასაც მოკლედ ისეთი რამეა რა ცოტა ისე რომ გრძნობ რიტუალს მაგიტოა გძალა რა შენს მიღმა რაღაცას რო ხედავ რომ აი ნახე მე კი მგონია რომ თავი ყინჩად მომაქვს რა ისა ვარ ადამიანი ვარ და ყველაფერი მე ვარ და მე ხვდები რომ არა რა ანუ საზოგადოება სოციუმი რა აი რაღაც ბუნებრივია ხა შენ თავზე როცა ხდება ტრაგედია მაგრამ მე ჩემი გადმოსახედება რომ დამკვირვებელი როცა ხარ და თლაც ისე ვერ მივხვდი ჭირის უფალი არ ხარ მოკლედ და ხო და სხვანაირად უყურე მან ბევრ სხვა რაღაცა ისე ხედავ რომ შეიძლება ცოტა არასე კიჩის ისინი სკანდეს რაღაცეები რა ხო ისე არა მარტო დღევანდელზე ზოგადად რაღაცებს რომ
აკვირდები გარეთვალიდან და აი პროცესების იმდენად მონაწილე არ ხარ, სხვანაირად ხედავ რა მოკლედ ამის თქმაც. მაგის თქმა მინდოდა მეც რო არ ზოგი რაღაც უბრალოდ დაწერილი რო ნახო რომ მე ესე ვაკეთებთ, მე ესე ვშვებით, თან გააჩნია სად ახარ, ხო? კახეთში ცოტა სხვა წესები აქვს, იმერეთში ცოტა სხვა წესები აქვს, რაც ვიცი, თბილისში შეიძლება ესე იყოს და შეიძლება თქვა თელავში მოხდე გასვენებაში და სხვანაირად გააკეთონ, ვიდრე ჩემთან ბაღდადში აკეთებენ და გეუცნაუროს. მაშინ როცა ორივე უცნაური ან ასეთი არ არის თუ მიჩვენება. თან რაღაცა ეგრე აიწყო, რომ თითქმის ყველა გასვენებაში მე მივიდოდი, ხომ სურაწერეთლის გასვენებაშიც მე ვიყავი. იქაც ძალიან უცნაური სცენები იყო და ისეთი რა იქიდანაც ეთყობა ეს თავისი გულშემატკივრები ნაცისთავები ახლობლები მაინც რუსეთში რო ცხოვრობდა ბევრი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რუსეთიდან იყო ჩამოსული და ხო ეგ ძალიან ისეთი სცენები იყო იქაც მე YouTube-ზე შევხვდა იქ მოსკოვში სადაც იყო დასვენებული იქ საერთოდ რომელი რაღაც YouTube არხზე იყო იქ 24 საათიანი ტრანსლაცია იყო და იქ იდგნენ ესე იგი შესასვლელში იდგნენ ჟურნალისტები და ყველა ვინც მივიდოდა ცნობადი ტიპი და რაღაცა კომენტარს აკეთებინებდნენ და ძალიან ეგეთი ის იყო რო უყურებდი რამხელა ნახვა ქონდა და რაღაცა ნუ ძალიან ეგეთი ნუ ჩვენთანაც ხო ის იყო ადრე რო ტელევიზიები რო აჩვენებდნენ ხოლმე რეგიონული ტელევიზიები ანუ მაგაზე იყო ხოლმე რაღაცნაირად 2000-იანების დასაწყისში აცხადებდნენ არა ზოგან ისიც იყო ვიდეო ჩანაწერები იყო რაც ისეთი აქედან ყველაზე უცნაურებოდა, მაგრამ ფულს იხდიდნენ მაგაში და მე 1 საათი ვიღაცის იმას უყურებ გასვენებაში. თქვა გასვენების თემაზე ერთსაც ვიტყვი და თუ რაღაცა სკანდალურია. ყველგან ვიყავით, არა სკანდალური. ყველგან ვარ ნაყოფით თქო და ეხლა უცად გამახსენა კიდე კესარიას დაკრძალვაზეც რო ვიყავით, მანდაც საყოველთაო პანაშვიდი იყო. დარბაზში იყო დასვენებული და იქ სხვანაირი მომენტი, იქ თვითონი ადამიანის მოსვლა იყო გიკვირდა, რომ ერთის თუ როგორ გაბერი, ხო, როგორ არ შეეშინდა, რომ აი ამ რაღაცა საყოველთაო წნეხს და ამ სტიგმატიზაციას ადამიანის თუ რაღაცის ხო იცი, რომ აი ამ ხარდამჭერი ხარ და LGBT ხარ და რაღაცეების, აი ამის თქმას რაღაცა გადააბიჯა შეეშინდა, კი არა და უფრო გამბედავი გახდა და მოვიდა. იქ რაღაც სხვანაირი იყო, თვითონი ადამიანის გამოჩენა, აი რაღაცა გმირობის ტოლფასაც ეჩვენებოდა და სალომე რომ მოვიდა საერთოდ შოკი იყო მაშინ. პრეზიდენტი იყო იმ პერიოდში რა, სალომე ზურაბიშვილი და მაგას გააჩნია ხოლმე რა. ამასობაში ბოლოსკენ გავედით და კომენტარების იმასთვის ამ ჩავხედავ და ერთს წავიკითხავ, იმიტომ რომ ეჭვი მაქვს რომ რაღაც ხანი პასუხი დაჭირდება. მოდი რამდენიმე სიყვარულებს წავიკითხავ უბრალოდ რომ რამდენიმე ადამიანი გვეუბნება რომ ხუთშაბათები მოგვენატრეთო რა უღიმღამო იყო ხუთშაბათები თქვენს გარეშეო ლეღვზე და საზამთროზე გამოგვეხმაურნენ თუ წინა გადაცემის ნახევარი მაგაზე ვილაპარაკეთ არ ვიცი რატო მაგრამ ასევე არის შეკითხვა ჯიმიმ გაგვიზიაროს რას კითხულობდა შვებულებაში იცი რა ხო ეგ მეცავით რა არ მოგატყუოთ ხო და აი რაღაცები სავკენ ხო იცი რა ზოგი შვებულებაში წავიკითხე ზოგი შვებულებამდე წავიკითხე და შვებულებაში რა წაიკითხე ის თუ არავის არ უკითხავს არავის არ უკითხავს თუ შვებულებამდე რა წაიკითხე ხო ბევრი წიგნი რო წაიკითხე მანამდე არა ხო და ისა რა წაიკითხე შვებულებაში დაიდოს ერთი ეს წავიკითხე დათო გაბუნიას ისა თეთრი მაგნოლია მოგეწონა იცი რა არის ნუ კარგი დეტექტივი არის ესეთი უამბიციო რო ეს არ არის არც შერლოკ ჰოლმსი და არც პუაროს ამბავი და რაღაცა გადასარევი ის არის პერსონაჟები არის იხალისებთ ბევრს და აი წერალმა აქ მოახერხა აი ესე მარტივად ყოველგვარი ძალდატანების რაღაც ინტელექტუალური ძალისხმების გარეშე აი საქართველოს რაღაცნაირი გამთლიანება იქ ჩვეულებრივი პერსონაჟები მიდიან მოდიან სოხუმში არა აი ვინ არის მკვლელი ვინ არის რაღაცა იქ აი სოხუმში შეგიძლია პერსონაჟი შეუძლია სოხუმში ჩავიდეს ჩამოვიდეს და აი იუმორი აქვს ძალიან ესეთი ჭკვიანი კაი იუმორი აი სინტაქსი პერიოდულად ის დასავლეთ საქართველოში ხდება და ეს სინტაქსი რო იპარება მეგრული სინტაქსი რაღაცა და იუმორით ეს და ის დეტექტივია ხო ბოლოში ვიგებ ცოტა დაძაბულია ვაინტერნეტი თავიდანვე იწყება იქ ყველაფერი და მე არ მიყვარს პოსტმოდერნული თუ რაღაცნაირი დეტექტივები რომ იწყება დეტექტივი და ბოლოში რა მნიშვნელობა აქ ანუ არაერთხელ გამოვიდა ესე სუბუქად დაწერილი აქვს მაგრამ წერალი თავის ოსტატებას ავლენს შეგნებულად ვფიქრობ იქ მონოლოგები არის ესეთი სერიოზული რაღაც ფსიქოლოგიური ტრილერის და ემეების
ხო და ის არის რა ბევრი არ კადრულობს ჩვენთან ამ დეტექტივის წერას და რაღაცა ის გამახსენდა ის აკუნინის ამბავი ჩხარტიშვილის რომ ისეთი დეტექტივი ცოლს უყვარდა დეტექტივების კითხვა და მინდოდა ისეთი დეტექტივები წაეკითხაო რომ არ შერცხვენო და მეტროში რომ ეს წიგნი ამოიღო და მოკლედ ეს კარგი მწერლის კარგი და ერთი შემდეგი ხო, აი ცაზე მთვარე მიცურავდა ეს არის ლეილა ბეროშვილის ესეთი მოთხრობების კრებული არის, რომელიც მთავრდება თვითონ ეს სათაურში კრებული სათაურში გამოტანილი ძელი მოთხრობით, რომელიც არის ფაქტობრივად სცენარი ძალიან ცნობილი ფილმისა გიორგი შენგელაიასი ელდარის ძმის სიყვარული ყველას უნდა. ეს ხო წერალი არის გადასარევი წერალი, ბევრი არა აქვს დაწერილი. ეს კრებული მაქვს წაკითხული და მაქვს კიდე ჩანაწერებივით და დღიურებივით არის წლების წინ გამოვიდა. და აი როგორი რაღაცა არის მწერლის ბედი, კარგი მწერლის ბედი მათ შორის. აი ოსტატობის თვალსაზრისით როგორ მოთხრობებსაც წერს, როგორი განწყობებიც მოდის, აი როგორი სრულყოფილებაც არის. იმის იქით არაფერი არის და აი რატო ხდება, როგორ ხდება, რომ ერთი მწერალი დიდია, ყველა იცნობს და მეორე მწერალი ოსტატობის თვალსაზრისით ხო აი არაფრით არ ჩამოვარდება მოთხრობაში რისი გაკეთებაც აი ეს ავტორი აკეთებს ამ მოთხრობებში იმაზე მეტის გაკეთება შეუძლებელია არ ვიცი ეს რაოდენობა უნდა იყოს ბევრი აუცილებლად რაღაც დიდი რომანები უნდა კონდეს დაწერილი წერლის ოსტატობის თვალსაზრისით ამის იქით არ არის აი აქ ნაირა გილაშვილის ფანტასტიკური შესავალი აქვს წინა სიტყვაობა აქვს აი მოთხრობები არის ძირითადად ამბები ხდება სოფელში და აი სოფელი არის დანახული აი და პერსონაჟები ტკივილით რაღაც ზევდით შეიძლება ეს სახალისო საკითხავი არ იყოს მაგრამ ბოლოს გაგიხალისებს ეს ისა სიყვარული ყველას უნდას აი საზმთვარე მიცურავდა აი სხვანაირი სოფელი არის აი რაღაც რომანტიზაციისგან დაცლილი ტკივილებით რასაც შეხვდა კახური სოფლებია ხო კახური სოფლებია ხო აი გადასარევი არის ხო ეს ძალიან ასე ვთქვათ რეკომენდაცია ხო ბიჭო რა არის იცი ხო ერთი რაც წავიკითხე და არ მოვიტყუები რომ წავიკითხე არის გიორგი ყარყარაშვილის სამშობლოს ამარა ეს დავამთავრე თუ კი დავამთავრე კაცო დავამთავრე მე სხვა რაღაცეები წავიკითხე მე ამის მერეც ისა პატარა წიგნები და იმასაც ვიტყვი ორი სიტყვით ის გადავიკითხე ეს გიორგი ყარყარაშვილი ეს წერს როგორ ესე იგი თავისი ამბავი მოგონებების სხვა წიგნიც აქვს დაწერილი ჩემი სამშობლო ხო აი ესე იგი ეს არის თვითონ ესე იგი როგორ დაიწყო მისი სამხედრო კარიერა საბჭოთა ჯარში ჯერ და გაგრის კატასტროფამდე წერს კარგად აი იკითხება ძალიან საინტერესო საკითხავი არის ოსტატური ის განცდა გიჩნდება რომ რაღაც ესეთ იმას კითხულობ ხო აი მხატვრულ ტექსტი კითხულობ თუმცა არის ძალიან ბევრი დოკუმენტური თარიღით ფაქტით გამაგრებული ის პერიოდი ვისაც აინტერესებს 90-იანი წლების მისთვის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი საკითხავი არის უბრალოდ მე ესეთი განცდა მიჩნდება რომ ჩვენ ხო მოსწრებული შენც ხო გახსოვს გიორგი ყარყარაშვილი როცა ხოძზე იყო და ის იყო მთავარსარდალი იყო და ის სრულად განცდა ქონდა საზოგადოებას რომ მას შეეძლო ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი ტიპი იყო და მარტო ერთ ადამიანს თავისი ნებისყოფით თავისი ბრძოლის უნარიანობით ცოდნით იღბლიანობით შეეძლო ბრძოლის ბედის გადაწყვეტა სოხუმი რო ეცემოდა სულ იყო რომ აი გიორგი ყარყარაშვილი ოჩამჭირიდან მიიწევს და გაარღვევს ალყას და სოხუმს გადაარჩენს და რაღაც აი აქ ჩანს ადამიანური დრამა, რომ ესე თავდადებული სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ესე იგი შეგნებულად დაამთავრა ის სამხედრო კარიერა საბჭოთა ჯარში, 22 წლის იყო, ოფიცერი იყო, პერსპექტიული, მცოდნე წერს რა გზა გაიარა, მიუძღვნა სამშობლოს და რომ სამშობლოს უნდა ემსახუროს როგორც ჯარისკაცი, როგორც ოფიცერი, როგორც გენერალი. ხო, აი აქ ესე იგი მთლიანი ტექსტიდან გულწრფელია, ეჭვი არ ვეპარება რომ გულწრფელია, მაგრამ პათოსი არის ესეთი, რომ ვიღაც ტიპები ძლიერნი ამ ქვეყნისანი იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მას უხდებოდა აი ფაქტის წინაშე დგომა და აი შეუძლებელი ამოცანების გადაჭრა, მასზე რომ არ იყო დამოკიდებული ისეთ ვიճარებებში. მაინც ხო გიწევს ეგეთი რაღაცის კითხვის დროს სულ რო გონებაში გქონდეს რომ მაინც ავტობიოგრაფიულია
კონტროვერსიული ფიგურა იყო, როგორც ყველა მაგ დროს ვიღაცები არიან, ვისაც ზულთ ხარობს ახსნას. ვიღაც, ანუ თავის მართლება არის, მაინც რაღაცნაირად თავის მართლება ცუდი სიტყვა არის, მაგრამ იგივე რაღაც მოვლენებზე ნათელის მოფენის მცდელობები აქვს თავისი სიმართლე. ხო, რო კითხულობ, მაინც ალბათ იცი, რომ სხვა სიმართლეც არსებობს. იცი რა არის? ხო, ისა გადაძახილებია აქვს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა არადამაჯერებლად მოგეჩვენოს. გადაძახილები აქვს, მაგრამ ჯაბა იოსელიანის, ხო, რაღაც ისა ჯაბა იოსელიანის მესამე განზომილებასთან. რომელიც აერჩევდი უფრო ერთი წიგნი რო იყოს დასატოვებელი მესამე განზომილება თუ ება. ანუ მხატვრული თვალსაზრისით არ ვამბობ, აი შთამბეჭდავი რომელი უფრო. ის უფრო სტატურათაა დაწერილი და იქ უფრო ბევრი პერსონაჟი და ბევრი ის ბევრი სიმა ის აი როგორ გითხრა. თან ავტორი ყავს, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი ხოლმე. ხო, შეიძლება ეხმარება ვინმე, მაგრამ ნუ ისეთი დეტალები არის და ხო, რისი თქმა მინდა, გულწრფელი არის, ეჭვი არ ვიპარება რომ გულწრფელი არის, თავის სიმართლეს ამბობს. ცდილობს რაღაც საგნებს სახელი დაარქვას, აი იმ მომენტში ესე რატომ მოიქცა. ხო უამრავ იმაშია ბრძოლაში ნამყოფი და გადარჩენილი და შენ რო გონია რომ აი ამ დროს ესე იყო და რაღაცა შეეძლო თვითონ რო წერს შიგნიდან ხო აი ვინ არ მოვიდა ვინ როგორ მოვიდა ვინ დაეხმარა ვინ როგორ გამოეჩინა თავი და უდიდესი ისა პარალელურად ამ იმას საქართველოს ისტორიას ამ მონაკვეთს მიუყვება მისი პირადი დრამაც თავისი ოჯახის ძმის და ის გაგრაში რო ეს ძმა რო ну აი კარგად ოსტატურად დაწერილი ოღონდ მასალაც ქონდა და აი გაგრის ისტორია აი აგეტირება გაგრაში რაც გადახდა მას მის ძმას რომელიც ხედარი ვერ გამოქონდა თავის ძმის და მოკლედ და იქ ახსენებს ბევრ პერსონაჟს და სხვა კუთხით ხედავ იმ აფხაზებს ამ ქართველებს და მოკლედ წასაკითხი წიგნი არის რეკომენდაცია დანარჩენებს შემდეგ კვირისთვის მოიყვება არა ორი სიტყვით ანუ აღარ შერდება ვეუბნით გავიდა 1 საათი გავიდა არა ეხლა გამოვარო შეგაწყვეტინეთ ეხლა თქვი უკვე მაშინ ძალიან მოკლედ რა აზრია ანუ მე მაგიტომ მინდა ხოლმე რომ თქვას რომ მე კარგად ხურდება აი ზაფხული საკითხავი არის ბალხას ხარბედიას ესეების კრებული ეს არის ერთ-ერთი პირველი წიგნი მამაჩემი ბობ-დილანი და კაცი საკაბელოდან ეს არის იმენა ზაფხულის საკითხავი ივლისი და აგვისტო რო არის რო იწვის რომ აი ივლის-აგვისტოში შეგიყვანს ისე რომ იქ რაღაცებს დაგანახვებს ისეთ რაღაცებს რომ იტყვი რომ აი ეს ზაფხული რო არ არსებობდეს ამ სიცოცხლეს რაფას ისეთ რაღაცებს ხედავს და ბევრი სხვა რამეც არის პატარა კრებული არის ესეთი კარგად საკითხავი, სწრაფად საკითხავი და ზაფხულში საკითხავი, რომ ზაფხული არ არის უბრალოდ ის რომ ოფლიგდის და სიცხისგან იწვევი, რომ აი ზაფხულის ამ სიცხისგან გამოწვეულ ტრანში შეგიძლია რაღაცნაირ მედიტაციაში შეხვიდე მახოსთან ერთად და ცხოვრების მუღამი აი იმაში თბილისურ ჯოჯოხეთში ამ სიცხეში დაინახა. ანუ რუსთავულ ჯოჯოხეთში რუსთავის მე ამ თვალსაზრისით დიდად არ გავარჯე. ერთ გეოგრაფიულ არეალში არის რუსთავი და ის თბილისი, იმიტომ რომ აი კონსტანტინე გამსახურდიას აქვს თბილისიდან რო დაიწყები და სანადირო, სადაც ახლა რუსთავია გაშენებული, ხან იქ ნადირობდა და ხან სადაც ვაკის პარკი არის, იქ ნადირობდა. ხო. ხო, ანუ ესე იგი, სხვანაირად რო წასულიყო, შეიძლება ვაკი ყოფილიყო რუსთავისკენ. კიდე თქვენ დაწერეთ რას კითხულობთ? ანუ ჯიმიმ გაგიზიარათ კომენტარებში, ზაფხულში. მეც გითხრა? შენც გაქვს რამე? მე მარტო მენიუებს კითხულობდი ახლა სად უნდა მეჭამა სად. კი, მეც ახლა დერეპანში შემოვიდოდ ჩვენი კოლეგები ჯელოდვე რას კითხულობ და ციცაკით არის თუ უციცაკოთო შენ. ხო, მეც მაგას. ანუ ის იყო call to action-ს ვაკეთებდი როგორც ჩვენთან. შენ არ იტყვი? დავამთავრეთ გადაცემ საათნახევარია წერთ. კარგი, გოდიში. თან აი რა წავიკითხე და რაღაც მაგითი ლატაობა რა. ანუ რამე რო წაგეკითხა იმ ლატავებდი ახლა შენს. გადახედე მოგცა კაცმა ისინი. აი გოგი ჩაგელიშვილის მოთხრობების სიგზე მინდოდა მეთქვა გოგი ჩაგელიშვილი. კიდე შემდეგ კვირას კიდე გვაქვს გადაცემა. გადასარევი მხატვარი მანამდე გოგი ჩაგელიშვილი დაგუგლონ როგორც მხატვარი. всё, ორჩი. ჯიმი არის ხოლმე იყოს ქართული დამშვიდობება რო არის. კარებში რო გეხარ მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და მე ცოტა ვარ პატარა ბავშვი რო არის. მშობლებთან ერთად რომ ხომ მივდიოდით. დაწერეთ თქვენი წიგნები კომენტარებში და აბა